რა გინდა რა? რაზე მოხვედი ნახე რა. რაზე მოხვედი რა გინდა? მაჩამეო. რო არ გაჭამო რა სიზავ? რა ნაგლი ხარ აზე ხარ? არ არის მანდ არაფერი, აი აქ არის და ვერ ჭამ მამა, შენ არ გაჭმე. გაკლია ჭამა ხო? ნახე სადმი, ნუ დაანაგვიანებ. ნახე რა საკეთე. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ფლორიდაში ვარ, როგორც გითხარით, წინა ვიდეოდან წამოვიღე აქ საუთ დაკოტადან დავცალე ტამპაში და აქვე ტამპასთან ახლოს ვიღებ ახლა ამ ტვირს და მიდის ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. ფლორიდასთან დაკავშირებით კითხეს იქ ზოგიერთმა აყურებელმა, რომ აინტერესებდათ რა ვითარება არის ზოგადად ფლორიდაში ვეისტეიშენებზე. წინა ვიდეოზე მე ამას წინ მქონდა გადაღებული და აღნიშნე რომ არაფერი არ ხდებოდა. ეხლაც რომ შევედი, არაფერი საერთოდ არ შემიმჩნევია განსხვავებული. ზუსტად რამოდენიმე საათის უკან გამოვიარე კიდევ ერთი ვეისტეიშენი, ღია იყო მეოთხე გზაზე. აქაც რა ვიცი, არც ყვირილის ხმა გამიგია და არც ვილკივილის ვინმეს კოჭავდნენ. ჩვეულებრივად როგორც იყო ადრე, ისია არაფერი სხვაობა მე აქ არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალით ნანახს გეუბნებით, ეხლა გზაზე რაც დავდივარ, გაჩერებული ტრაქები, გადაყენებული ტრაქები არ მინახავს. ვეისტეიშენებზეც სადაც კი შევედი, ყველგან ჩვეულებრივი მდგომარეობა. არაფერი განსხვავებული, არავის არაფერი არ უკითხავს, ჩვეულებრივ გავიარეთ, გამოვიარეთ. თუ ვინმე სხვა რამე შეამჩნია, სხვა სიტუაცია, არ ვიცი, ალბათ ახსნის და გვეტყვის როგორ და რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გეუბნებით იმას, რასაც ჩემი თვალით უყურებ. ესეა მდგომარეობა. ნუ ეხლა აქ ტვირთს ვიღებ, სადაც ვარ. გაჩვენებთ რა ტვირთია, როგორ ვიღებ. ალუმინია არ არის მძიმე, სადღაც 19,000 პაუნდია. ილინოისში მიდის, როგორც გითხარით და იქ კიდევ ფასი ეხა აქედან რაც მიმაქვს ცოტა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 1100 მაილია და $2000 იხდიან ამაში. ეხა ამას მე ხვალდილით ვერ ჩავიტან 1100 მაილს, ამიტომ მომიწევს ახან დღეს ორშაბათია, 4 შაბათ დილით ჩატანა. ორშაბათი, სამშაბათი, ასე ვთქვათ, გზაზე უნდა ვიყო და ჩავიტანო და ამაში ესე იგი 1100 მაილი არის $2000 გადახდა. $2 ნაკლები გამოდის მაილი, მაგრამ ვინც იცის ფასები, მარკეტი როგორ არის და რანაირადაც არის, ყველა კარგად იცის, რომ ფლორიდიდან ტვირთები მაღალ ფასში არ გამოდის. არის ზოგიერთი ისეთი შტატი, აი როგორც დავუშვათ დაკოტა, საიდანაც ჩამოვიტანე ტვირთი, იქიდანაც იაფად წამოვედი, აქედანაც იაფად მივდივარ, მაგრამ სამაგეროთ ისეთ ზონაში ხვდები, რომ იქით უკვე ილინოისი, ინდიანა, ოჰაიო, მიჩიგანი, უკვე იქიდან შეიძლება კარგი ლოუდის აღება და კარგ ფასში, რომელიც შემდეგ ერთ-ერთმანეთს გადააბალანსებს და გამოვა კვირის გროსი, ასე ვთქვათ. ეხლა გაჩვენებთ რა ხდება იქით შიგნით. აი ესეთი ალუმინის პალეტებია, საწარმოო ალუმინის და ესე აქვს ესე ტვირთავი, კრანი. ესე წინიდან რო იწყებს დატვირთვას, ეთყობა პალეტი ბევრია, მაგრამ წონა არაა მაინდა.
აი ახლა გავივილი კიდე ერთ Way Station 75 გზაზე, ეს ფლორიდა. და ვნახოთ აქაც რა ხდება. ჩემი აზრით მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ რაღაც გაბუქებული აჟიოტაჟია ამასთან დაკავშირებით ატეხილი, რომ კაცრი შემოწმებები მიდის ფლორიდაში. ფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ეს ყველაფერი და ესე არ არის. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე დემონსტრაციულად აჩერებდნენ, ამოწმებდნენ, რამეს ეკითხებოდნენ. არ ვიცი, მე არ დამინახავს გავსი რაღაცა. და ის რომ ეხა Way Station-ზე შეხვდა რაღაცა შეგეკითხებიან, ეგ მარტო ფლორიდაში კი არ არის, ყველა შტატშია. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ საპანიკო არაფერი არ არის, თუ გიწევს ფლორიდაში წამოსვლა რაღაც ტვირთის ჩამოსატანათან რაღაც შენი საქმისთვის, არ ამგონია რომ რაღაც ესე გამიზნულად ვიღაცა რაღაცას შეგეკითხება. ეს ჩემი აზრია, იმიტომ რომ მე ახლა რასაც ვხედავ, არაფერი არ ხდება მსგავსი, რომ შემოწმებები იყოს. შეიძლება არის, მაგრამ არ ამგონია, რომ რამით განსხვავდებოდეს სხვა შტატებისგან. იგივეა, რაც სხვა შტატებში. ეხა ეს ღიაა თავისთავად, მაგრამ მე ახლა გამივწვანა და უბრალოდ არ შევარ Way Station-ზე. შედიან ჩვეულებრივად ტრაკები, მაგრამ ხედავ ეხლა, რომ რამე განსაკუთრებულია, გარედან არაფერი არ შეიმჩნევა. წვანებს კიდევაც და ჰაივეისკენ უშვებს. წონიან ერთს. ჩვეულებრივი რაც იყო, იგივეა. აი ესე თვალში საცემად არაფერი არ ხდება, მეგობრებო და ეხლა შიგნით როგორ ვის რა მოუვა, ეს არ ვიცი უკვე რა, იმიტომ რომ ინდივიდუალურია ყველაფერი, შეიძლება ფლორიდაში არ დაგემართოს, ერთმანეთს გაშოროთ, მაგრამ რომელიმე სხვა შტატში იგივენაირი კითხვები დაგისვათ და რაღაცა ვერ გაიგებ. ილინოის სიტუაცია ასადმე, რა ვიცი. მაგრამ ფლორიდას რასაც უყურებ, ხო, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არაფერი. რაც იყო ადრე, ისე ვისი არის და როგორც სხვა შტატებშია, ისე არის აქაც. უბრალოდ მაშინ რომ მოხდა ეს ექსიდენტი, რომ 3 ადამიანი დაიღუპა, ამას მოყვა ყველაფერი და იქ ცხელგულზე შეიძლება რაღაცები რეიდები ჩაატარეს, მაგრამ ესე განუწყვეტლივ ახლა აქ ესეთ სიტუაციას ვერავინ ვერ შეინარჩუნებს. დაგიბრუნდით ბატონებო და ეხლა მე ვარ ჯორჯიაში, შტატი ჯორჯია. ხო და რა მინდოდა მეთქვა, ესე იგი გუში მთელი დღე ვირბინე, რასაც გვია გზაზე მინდოდა ზეთი შეცვლა და ვერსად ვერ შევცვალე. სადაც მივედი, ყველგან რიგები, ყველგან რავი, აი ისეთი სიტუაცია დამხდა, რომ საშინელება რა, ფაქტიურად ყველგან უარი მითხრეს და გამომიშვეს ისე. ხო და აი აქ 75 გზაზე 201 ეგზიტია ეს, ეხლა სადაც შევდივარ. აქ არის სპიტკო, ანუ მარჯვენა მხარეს არის ლავსი, აქ TA და რაღაცები, მაგრამ ცალკე არის სპიტკო. სპიტკო, სადაც ესე იგი არც ტრაკსტაპია, არაფერი, უბრალოდ
მარტო ცვლიან ზეთებს იქ რა, ასე ვთქვათ და გუშინ ვიყავი იქ მისული, მაგრამ კვირა რო იყო, მითხრეს რომ დღესო არ აქვს მექანიკიო, ვინც გამოცვლის ზეთსო და აი ეხლა მივალ და მან შევცვლი უპრობლემოდ რიგის გარეშე, იმიტომ რომ მან ვინც მიდის, ყველამ არ იცის ეს ადგილი და მიდიან მხოლოდ ზეთის შესაცვლელად, იქ არც დასასვენებელი ადგილია, არც გასაჩერებელი და ასე შემდეგ და ნახოთ ერთი აბა, ეხლა მივალ და გეტყვით რა სიტუაციაა და თუ ესე იგი როგორც მე ვამბობ, ზუსტად ისეა, მაშინ ვისაც გაწყობთ რომ აი გჭირდებათ რომ ზეთი შეცვალოთ და მოხვდებით ფლორიდისკენ ჯორჯიაში ამ გზაზე 75 გზაზე არის ეს ექსიტი 201 ექსიტი და აქ არის სპიტკო. ეხლა გაჩვენებთ ზუსტად როგორ და რანაირად. თან ეხლა ჩვენი ამბავი იცით ხო? ზღოლებს გულისხმობ, რომ ჩქაროთ ზეთის შეცვლაზე, შაბათ-კვირას კიდე მით უმეტეს ისეთ სიტუაცია, რომ ყველა იმას ცდილობს, რომ თუ აქ ზეთის შესაცვლელი რომ შეცვალოს, რიგებია ძალიან დიდი და გიწევს უამრავი ლოდინი და დროის ფლანგვა და კარგვა და ესეთი ადგილები მე მგონი რომ კარგია რომ დავიმახსოვროთ და როცა დაგჭირდება რა თქმა უნდა გამოვიყენოთ. აი არის ზუსტად საიდანაც ახლა ის ტრაილერი გამოდის. აქ უნდა შეხვიდე. იმედია შევცვლი, თორემ ისეთ მდგომარეობაშია უკვე რომ მე არ იმაშვები რა, ანუ 15-40-ზე ვასხავ როტელას. მილიონს არის უკვე გადაცდენილი მატორი და 15,000-ზე მეც არ ვატარებ. აი აქ არის მარცხენა მხარეს და შეხედეთ ტრაქებიც დგანან უკვე და ცვლიან ზეთებს, მაგრამ არ ამგონია ეხლა აქ ისეთმა რიგმა მომიწიოს მე რომ თან უცბად ცვლიან, ვიცი. რომ ვერ შევცვალო ნორმალურად. ხო და უფრთხილდები მატორს და თავის დროზე უცვლი რა თქმა უნდა ზეთს და რა ვიცი ღმერთის წყალობით ჯვარი წერია, მე პრობლემა არ მქონია. D13 არის რა, Volvo-s მატორი, ამ მატორზე მე პრობლემა არ მქონია, ერთადერთხელ შევცვალე მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ 500,000 მაილზე შევცვალე ინჟექტორები და ასევე ერთხელ გავასწორე კლაპნები მარტო, სულ ეგ იყო რა. აი არც არის არავინ არ არის ახლა აქ რო რიგში იდგეს და ამიტომ გადავალ ახლა და შევცვლი ზეთს. ჯერ ვიკითხავ რა თქმა უნდა. შეიძლება ზეთზე არც არავინ არ იყოს, იმიტომ რომ იქით საბურავებზე დგანან და ზეთის შეცვლა აქ არის. ზეთზე საერთოდ არავინ არ არის. აი ნახეთ, არ ჩანს ახლა, მაგრამ მოვატრიალებ და განახებთ. უყურეთ 1 2 3 ანუ 3 ეს არის რა ქვია ამას შაპი რავი რა ქვია ამას და 3-ია და 3-ვე цаრიელია ხა შევარ და ვეთქვი რომ ზეთის შეცვლა მინდა მეთქი და გეტყვით რა ხდება. აგერ ჩემო კარგებო, დაგიბრუნდით, შევედი და მაშინვე მითხრეს რომ შემოაყენი. ეხლა მე მინდა რომ ესე იგი ტრაილერზეც და რა თქმა უნდა თვითონ ტრაილერზე და მისაბმელზეც გავაკეთო გრისი. ქართულად რა ქვია, ალბათ შეზეთვა, ხო, ანუ უნდა ესე იგი
ლუბ რა, ანუ გრისიან და დასმასკავენ. და ზეცად შევცვლი, როტელას ჩავასხავ. და კარგია რა, ესე აი მოვედი თუ არა, ეგრევე შევედი. დაიმახსოვრეთ ესე იგი. 201 ეგზიტი არის სპიტკო 75 გზაზე. თან რა არის იცით ბატონებო, აი აქედან ჩანს მე მგონი ორნი მუშაობენ. ორი ცვლის ზეც, რომ სწრაფად მოხდეს შეცვლა. ხო და ეს ალბათ მიხვდებით, რომ იშვიათი ფენომენია. იმიტომ რომ ტრაქსტაბები სადაც არ უნდა მიხვიდეთ, რა წელაღვერებიც არიან იცით, ხო? ანუ ერთ რაღაცას მოუშვებს და მერე წავა იქ სიგარეტს მოწევს, კოკაკოლას დალევს, დადის ჩამოლაპარაკებაზე და ნერვების მომშლელია. მაგრამ აი აქ ეხა ესე ხდება რა, სწრაფად. იქით არის კიდე საბურავების შეცვლა, ანუ ორი რაღაცა. ზეთის შეცვლა და საბურავების. მე მგონი რავი ძალიან კარგია ეს. ვისაც გამოგადგებათ ალბათ გამოიყენებთ. აი ბატონებო, მორჩნენ 45 წუთში მორჩნენ ზეთის შეცვლას და გრისის გაკეთებას მისაბმელზეც და ბობტეილზეც ორივეზე. ასე რომ რა ვიცი, მე მგონი მართლა კარგია რა, ესე რო იყოს ყოველთვის კარგია რა. ხო და ეხლა რაც შეეხება ჩემმა დისპეჩერმა დამირეკა და მითხრა რომ დამატებითი ტვირთი ამიღო კიდე კენტაკში. ორი კოილია, სკით კოილებს ეძახიან, რომელიც პალეტებზე დევს და ხვალ უნდა გავიარო 10 საათზე, დავაიწყობ ისევე იმ ორ კოილს და ისიც ილინოისში მიდის ახლოში, სადაც ეს ძირითადი ტვირთი მიმაქვს. ხო და ამ კოილებში ესე იგი იხდიან $1100 და გამოდის რა, $3100 უკვე 1000 სადღაც 300 მაილი იქნება ალბათ თავი ბოლო ყველა. ასე რომ ის რომ $2-ზე ნაკლებად მივდიოდი, გამოსწორდა ეხლა და უკვე სადღაც ალბათ 2.80-მდე ავიდა და ესეა რა. ესე მუშაობთ და ესე მიდის საქმეები. მადლობა რომ მიყურებთ და დროებით.